გახსოვთ ერთმანეთს მეგობრობის დღიურებს რომ ვუსებდით? გახსოვთ რა ჰობი გაქვს ომაკ კითხვაზე? ყველა ერთსა და იმავე რაღაცას რომ წერდით? წიგნის კითხვა, პირატული მუსიკის მოსმენა, სეირნობა, ფილმის ყურება, მეგობრებთან ერთად დროის გატარება. აღარ არსებობს ხო ეგ რაღაცები? დღესდღეობით ფული თუ არ გაქვს, ჰობიც ვეღარ გექნება. სალამ მეგობრებო, კეთილი იყოს თქვენ მობრძანება ჩემს არხზე, მე ნინა ვარ და დღეს გვაქვს კიდევ ერთი ვიდეოების სერიიდან ინტერნეტის სილამაზის ბნელი მხარე და დღეს ვსაუბრობთ სტენლის კულტის შესახებ. Რაღაცა ვიდეოები მაქვს შენახული TikTok-ზე და Instagram-ზე და იმდენი ხანია უკვე, რომ დღეს ჩემს folder-ს შენახულ ვიდეოებს ვასუფთავებდი ტელეფონში, რაც მაქვს ხოლმე შენახული განსაკუთრებით Instagram-ზე და TikTok-ზე და მივხვდი, რომ იცი რა, უნდა ვისაუბრო ამ თემის შესახებ კატეგორიაშიც ამ სერიიდან ვიდეოებს ვაკეთებ, ვფიქრობ, რომ იდეალურად ჩდება. სამწუხაროდ ინტერნეტი დღესდღეობით გვაჩვენებს, რომ რაღაც ჰობი თუ გინდა გქონდეს, რაღაცით ძალიან დაინტერესებული თუ ხარ, პირველ რიგში აუცილებლად ფული გჭირდება ამისთვის, იმიტომ რომ ნებისმიერი ჰობი დღეს უკვე რაღაც ფულთან არის დაკავშირებული ავტომატურად და მეორე ეს აუცილებლად ყველას უნდა აჩვენო ინტერნეტში. აუცილებლად ყველამ უნდა იცოდეს თავისუფალ დროს რას აკეთებ. ადრე ჩვენი ჰობი იყო აი წიგნს ვკითხულობ, მუსიკას ვუსმენ, მეგობრებთან ერთად დროს ვატარებ და ესეთი რაღაცები, რისთვისაც მაინდა-მაინც ფულის ქონა არ იყოს საჭირო. შეგეძლო ბიბლიოთეკაში დამჯდარიყავი და ახალი წიგნები იქ წაგეკითხა რაღაცა თუ მაინდა-მაინც წიგნის ყიდვის საშუალება არ გქონდა. დღეს ისეთი მატერიალისტურია ყველაფერი გამხდარი და მე ვფიქრობ, რომ სტენლის თერმოსების კულტი ამისი ერთ-ერთი იდეალური მაგალითია. ძალიან ბევრი მაგალითი არსებობს მაგის ინტერნეტში და აუცილებლად დეტალურად კიდევ ერთხელ მივყვებით და ყველა კატეგორიას განვიხილავთ. სკინკერის შემთხვევაშიც და მაკიაჟის შემთხვევაშიც ეგრეა. გადაჭარბებული კონსუმერიზმი. კონსუმერიზმში იგულისხმება ეს გადაჭარბებული მოხმარება. როცა გჭირდება თუ არ გჭირდება, მაინც ვყიდულობთ. იმიტომ რომ გგონია რომ თუ არ გვაქვს ტრენდს ჩამოვრჩებით, რაღაცას ჩამოვრჩებით, რაღაცას გამოვაკლდებით და ამიტომ გჭირდება თუ არ გჭირდება, ვყიდულობთ. და სოციალური მედია ამაში ძალიან დიდ როლს თამაშობს. ყველა კუთხეში, ყველა მხრიდან ხდება რეკლამა. სამწუხაროდ, ხშირად ეს რეკლამები არც არის რეალურად დაწერილი და აღნიშნული და გარკვეულად მითითებული, რომ რეკლამას ვუყურებთ. ხანდახან ისე იდეალურად არის მსგავსი დეტალები დამალული, რომ მეც მემართება ხოლმე რაღაცას ვუყურებ და რა მაგარია ხო არ ვიყიდო და მე ოკეი, რაღაც ვიდეოები მაქვს შენახული, როგორც გითხარით, რომელსაც მინდა რომ თქვენთან ერთად ვუყურო, იმიტომ რომ უნდა გავიაზროთ ეს რაღაცები ჩემი აზრით. ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ეს ახალგაზრდა თაობა, თინეიჯერების თაობა, ბავშვების თაობა, რომლებიც 24/7-ზე ინტერნეტში არიან და ამ ყველაფერს უყურებენ, ამ მასივ კონსუმერიზმს უყურებენ, სამწუხაროდ ფიქრობენ, რომ ეს ნორმალურია. მაშინ როცა არ არის ეს ნორმალური. ამიტომ მე ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთ რაღაცებზე ვისაუბროთ. ჩვენი ცხოვრების 90% გადმოტანილი გვაქვს ინტერნეტში, სოციალურ ურთიერთობებში, ზარებში, მესიჯებში, ვიდეოებში, სხვადასხვა სოციალურ ქსელებში. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სოციალური მედიის ამ კუთხეს კარგად ვიცნობთ. ოკეი, რაც შეეხება სტენლის. სტენლი არის ბრენდი, რომელიც 1913 წლიდან არსებობს. საკმაოდ დიდი ისტორიის მქონე ბრენდია, რომელიც თავიდან დაკავშირებული იყო, ანუ თერმოსებს ამზადებდნენ, ეს იყო პირველი მეტალისგან დამზადებული თერმოსი, რომელიც შიგნით მოთავსებულ სითხეს ან ცხელ, ან ცივ მდგომარეობაში ინარჩუნებდა საათების განმავლობაში. ამიტომ განსაკუთრებით პოპულარული იყო ეს ბრენდი და ამ ბრენდის პროდუქტები ადამიანებისთვის, რომლებიც გარეთ მუშაობდნენ. ხელოსნებისთვის, მშენებლებისთვის, ადამიანებისთვის, რომლებიც კემპინგზე მიდიან, თევზაობა, ლაშქრობა, ნადირობა, ანუ იქ სადაც მსგავსი აღჭურვილობა გამოგადგება. ფერიც, პროდუქტების დიზაინიც, რაღაც ეს კამოფლაჟის მუქ-მწვანე ფერებში, ანუ რეალურად ბრენდი მთლიანად იყო ამ ნიშე ერთ სფეროს და მამაკაცებს, ასე ვთქვათ, 100% მორგებული. რაც ძალიან დიდი ხანი იყო ეგრე, მთელი მე-20 საუკუნის განმავლობაში და 21 საუკუნის 2020 წლამდე, როცა აბსოლუტურად შეიცვალა ბრენდის მიმართულება და ვირალურები გახდნენ. ეს დამსახურება ეკუთვნის დედების ერთ ჯგუფს, რომლებსაც ჰქონდათ სტენლის თამლერები, ანუ თერმოსები. არიცი, ალბათ თერმოსი ესე თარგმნიან ქართულად თუ რამე უფრო სვეტსკი, ძერსკი სახელი აქვს ამ ახალ თამლერებს, რომელსაც ხელი აქვთ და საწურობით შეიდა რაღაცები, ანუ რამე სვეტსკი სახელი აქვს მაგას თუ თერმოსი კადრულობთ თერმოს ესეთ რაღაცებზე თუ თამბლერს ვამბობთ პირდაპირ. ბრენდს რეალურად უნდა და თამბლერების მთლიანად ამოღება გაყიდვიდან, იმიტომ რომ მოგებას ვეღარ ნახულობდნენ. და ამ დედების ჯგუფმა პეტიცია დაიწყეს, რომ არა მოიღოთ გაყიდვიდან, პირიქით მეტი ფერი გვინდა და მოარგეთ ქალებს. შემოიღეთ ფერები, რომლებიც მოეწონებათ ქალებს. ბრენდმა დაიჯერა. მიიღო ეს რჩევა, ასე ვთქვათ, და აქედან დაიწყო ბუმი. რაც არ უნდა ძალიან ისეთი უცნაური და ცოტა დაუჯერებელი ისტორია იყოს. აქედან დაიწყო სტენლის ფერადი თამლერების ბუმი, რომელთა ფასიც ძირთად შემთხვევებში, რა თქმა უნდა, სხვადასხვა ფასების, განმავლობა ფასების საერთოდ
სასაუზი არის, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ვსაუბრობთ $35-დან $55 ფარგლებში თითო თამბლერზე. რომელსაც, მე რაღაცა აქსესუარები დაემატა რა თქმა უნდა. სოციალურმა მედიამ კი პოპულარული გახადა რა თქმა უნდა ეს ბრენდი და ეს თერმოსები და ასე შემდეგ და სოციალური სტატუსის, ფინანსური სტატუსის მაჩვენებელი გახდა. გაქვს თუ არა სტენლი და რამდენი. მოდით მე ცოტა გვერდით გადავიწეროთ ან ვიდეოები გაჩვენოთ და ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ვიდეო, რომელთაც ეს ბუმი საერთოდ სხვა ლეველზე ავიდა განსაკუთრებით TikTok-ზე იყო ერთ-ერთი ქალბატონის ვიდეო, რომელიც აჩვენებს, რომ მისი მანქანა დაიწვა და ერთადერთი ნივთი, რომელიც მანქანაში გადარჩა იყო სტენლის თემბლერი, რომელსაც ხმაზე ჩანს თერმოსში ყინულები ჯერ კიდევ არის შიგნით. რა თქმა უნდა, რაც ძალიან ვირალური ვიდეო გახდა. სტენლის დირექტორიც კი გამოეხმაურა ვიდეოს და ასეთი თემა იყო, რომ ძალიან დიდი მადლობა და ჩვენ გადავიხდით შენი ახალი მანქანის ფულს. PR-ისთვის არაჩვეულებრივად გამოიყენა სტენლიმ ეს სიტუაცია, ეს ვიდეო, ეს შემთხვევა. ეს იყო კიდე, ასე ვთქვათ, ბუმი, პიკი, რომ აი ნახეთ, როგორი მაგარია სტენლის თერმოსები, რომ ხანძარშიც კი არაფერი მოსდით. ესა ძალიან ბუნებრივი მარკეტინგი, როცა რაღაცა ესე ბუნებრივად იქნება, რომ შენი ცხოვრებიდან რაღაცას ესე რეალურ სხვები იღებ და ატვირთავ ინტერნეტში და შემდეგ ამას ესეთი ბუნებრივი რეაქციები მოყვება, მაგას რა თქმა უნდა რაჯობია. ეგა ნებისმიერი კომპანიის მარკეტინგის განყოფილების ოცნება, რომ რაღაცა ესეთ ჩავარდეს ხალხში. კი ბატონო, მაგრამ შემდეგ რაც წამოვიდა ინტერნეტში, ეგ უკვე სხვა კატეგორია. პირველი ყველაზე მნიშვნელოვანი არის რამდენი სტენდლი გაქვს, რაც ამ ვიდეოში მაგალითად ძალიან კარგად ჩანს. ეს არის მთელი თარო სტენლის ჭიქებით, ამ თამბლერებით და ახარისხებს ახლა ამ ჭიქებს, იმიტომ რომ 3 ახალი თერმოსი აქვს კიდე ნაყიდი და ადგილი უნდა მოუნახოს ამ 3 ახალ ჭიქას და 3 ახალ თერმოსს. ამას შეხედეთ. როგორც გითხარით, ანუ ის ზომები, რომლებიც ახლა ამას აქვს, სავარაუდოდ ესენი $55-იანია მინიმუმ თითო. ფერების მიხედვით ვავაგებთ. ანუ სპეციალურად კედელზე დავამონტაჟეთ პლასტმასის თაროები, რომ სტენლის თერმოსები როგორც სახლის დიზაინის ნაწილი, რომ ანუ ვიღაც რო სტუმრობს, ხო ყველამ აუცილებლად უნდა ნახოს რამდენი სტენლი გაქვს, ერთი ეგ და მეორე რომ ესთეტიურად ლამაზი ვიდეოები გამოგივიდეს, რომლებსაც ინტერნეტში დადებ და სხვებსაც აჩვენებ რამდენი სტენლი გაქვს. ეს არის დღეს ჰობი. რაღაცის მიმართ ინტერესი, ესე გამოიყურება და გამოიხატება. ასევე რა თქმა უნდა ძალიან პოპულარულია მუსიკალური ტრენდები. ეხლა აქ მუსიკას ვერ ჩაგირთავთ, მაგრამ ფერები ხსენდება ამ სიმღერაში და ტრენდი არის ის, რომ ამ მუსიკის ფონზე აჩვენო რომელი თერმოსი გაქვს, რომელი ფერების და ამ ტრენდში მიიღო მონაწილეობა, რომ ყველა მიცოდეს და ყველამ დაინახოს. ვაუ. ანუ ის წინა თარო თუ გაგვიკვირდა, აქ საერთოდ. შემდეგი არის ძალიან საინტერესო თემა რეორგანიზაცია. ანუ ესა მთელი ერთი თემა. რომ რეორგანიზაციას უკეთებ შენს სტენლის თამბლერებს. აუცილებლად უნდა აიტვირთოს ინტერნეტმაც უნდა ნახოს, რომ რაღაცა ახალი იყიდე და დაამატე, როგორ ავაგებ და რეორგანიზებას როგორ უკეთებ შენს სტენლის ჭიქებს. ფერების მიხედვით რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ესთეტიურად ფერები უხდებოდეს ერთმანეთს. ყველა ზომის, ყველა ფერის ჭერიდან იატაკამდე თუ იატაკიდან ჭერამდე, როგორც გინდათ ისე დაარქვით, თერმოსია ხალხო. თერმოსია. რაც არ უნდა ფერადი და ლამაზი იყოს. თერმოსია, $55-იანი თერმოსია. და ხო გგონია რომ ეხა $55 თერმოსის ჭიქა რო იყიდე, წესით კომპლექტია, ხო? ანუ რაც თერმოს სჭირდება, აქვს ყველაფერი. არა. $55-ზე ხო არ გავჩერდებით. ყველაზე მნიშვნელოვანი შემდეგი საფეხური უკვე სტენლის ელიტურ კლუბში რო გადადიხარ უკვე. ეს არის სტენლის აქსესუარები. ეს არის აქსესუარები, რომლებიც ორჯერ და სამჯერ უფრო მეტი და ძვირი გიждდება, ვიდრე თვითონ ჭიქა და ეხა იდეალურ მაგალითებს გაჩვენებთ მაგისას. მოდით პირდაპირ ყველაზე მძიმეთი დავიწყოთ, მე მგონი.
რა შვაშია? აი რა შვაშია? კი ეს დემაკიაჟის ბალმია, ინკილისტის დემაკიაჟის ბალმი. ნეტასად მიდის. ერთად შევავსოთ სტენლის ჩანთ. ეს რამდენ კილოზე ავედით ოღონდაც? გეხწებით მითხარით ესე ვინ დადის ქუჩაში. აი, ანუ სად მიდიხარ? დემაკიაჟის ბალმით, დეზინფექციის საშუალებებით, დამატენიანებლით, რა იყო კიდე შიგნით თმის სამაგრებით, კუჩის გლოსით, კონტურით, ყურსასმენებით, სველი მშრალი ხელსაწმინდებით. ანუ სად მიდიხარ? მესმის რომ ჯენზის ჩანთების ტარება არ უყვართ და მაქსიმალურად ცდილობენ რომ ყველაფერი ტელეფონს აკიდონ, მაგრამ ეს კიდე ძალიან საინტერესოა. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პატარებიც ჩართონ ამ თემაში. სკოლებში მიმდინარეობს ბავშვების ბულინგი, თუ სტენლის ჭიქა არ აქვთ. ადრე ხო ადამიანებს იმის გამო აბულინგებდნენ, რომ წონა, სილამაზე და ესეთი რაღაცები. დღეს ბავშვებს აბულინგებენ სკოლაში იმის გამო, დედას და მამას აქვს თუ არა იმისი ფული, რომ $55 სტენლის ჭიქა უყიდონ 10 და 11 წლის ბავშვებს. ეს განსაკუთრებით თემა არის, რომ მშობლები ტვირთავენ ამ ვიდეოებს ინტერნეტში, რომ აჩვენონ, რაც მონა ბავშვებიც ხედავენ ამ ყველაფერს, ხო, რომ აჩვენონ, რომ აი ჩემს შვილს ნახეთ რა აქვს და აი ერთ-ერთ მაგალითს გაჩვენებთ, ეხლა უყუროთ, მოდით. ანუ თავისი ქალიშვილის სტენლის თამბლარს ავსებს. რა თქმა უნდა, ყველაფერი ეს ბლაშია? კი. ბლაში, რომელიც მასში არის. ბეჭედში. კბილის ჩაგრისით სად მიდის? Liquid IV ელექტროლიტები ბავშვებისთვის, რა თქმა უნდა. ბავშვები ხო არ ესეთ ფიზიკურად დატვირთულები არიან ჯიმში, რომ ელექტროლიტები ჭირდებათ დღის განმავლობაში. აი ესე გამოიყურება ამ საყვარელი პატარა სოფიას თამბლერი. სოფია თვითონ ალბათ არის 40 კილოს იწონის მაქსიმუმ და თავისი თამბლერი 35-ს. ესეც საინტერესოა. ეს უნდა აჩვენო აუცილებლად ყველას, რომ სუ ახალი იყიდე ამ წუთას და შენს გამომწერებთან ერთად უნდა მოარგონ აქსესუარები. ესაა ჭიქის ძირი. სილიკონის ძირი. სტენლისთვის. ეს შენი ინიციალებით აუცილებლად უნდა გქონდეს. ეს ცალკე უნდა უყიდო აქსესუარები, რომ წყალი არ გადმოვიდეს. თერმოსი კი არის, მაგრამ წყალგამძლე თავი არ აქვს. აქსესუარებში მასეთებშიც ფული ცალკე უნდა გადაიხადო. და მაგაზე ვისაუბრებთ ახლა კიდევ ერთხელ. ამ ვიდეოში რაღაც დააფიქსირეთ. პირდაპირ ავსებს. ლიმონადით. ანუ წეღან ქაღალდი არ მოიღო ამ ჭიქიდან? ინსტრუქცია როიდო შეგნით? ანუ იმას მაჩვენე ლიმონათის რომელი ბრენდი ჩაასხე შეგნით, იმიტომ რომ ეგ რეკლამაა. Uber დაინახეთ, Pop-ის რეკლამა იყო ეს ლიმონათი რო გაჩვენათ ისე საყვარლად, ტყუილად არ გაჩვენათ. მაგრამ ის ნაბიჯი გამოვტოვეთ, რომ ახალი ჭიქა თუ ახალი თერმოსი რო იყიდე, ჯერ უნდა გარეცხო. თუ მასეთი ჭკვიანური რაღაცეების ნახვება ვიდეოებში არ არის საჭირო. მაგაზე 60 წამიდან 20 წამს ხარ და ხარჯავ იმაზე რომ აჩვენო, რომ ჭიქა გარეცხე, ხო? გასაჭიროა. არის რა თქმა უნდა, რომ უფრო ჭკვიანური აქსესუარებიც მოყვება, მაგალითად თუნდაც ჩანთა ეს აქ მხოლოდ 6, ამას მხოლოდ 6 სტენლი აქვს, ვუი. ჩოდო. ეს არის უფრო კემპინგისთვის, ლაშქრობისთვის, როცა თქვა ოჯახთან ერთად სადმე ხარ, ეს რა თქმა უნდა ჭკვიანურია, რომ ყინულებისთვის, თანწასაღებად, საკვებისთვის. ეს არ გამოგჩეთ, ესა სპეციალური ყინულები სტენლისთვის, მაგას გაჩვენებთ ახლა კიდევ ერთხელ. ანუ რაღაცა ნორმალურებიც გვაქვს. ისე რომ იცოდეთ, ეს ჩანთები 10 სხვადასხვა ფერში აქვთ, 3 სხვადასხვა ზომაში. თითო მინიმუმ $100 იღებს. ხომრებს გარეშე. ორჯერ უფრო ძვირი, ვიდრე თვითონ თერმოსი. საშუალო ზომა არის $140 და დიდი ზომის $180. ჩანთა. აი ეს ჩანთა წეგან თერმოსი რაშიც ჩადო. ყინულების ეს არ კონტეინერი არა, ჩანთა. ჯერ ის უნდა მეჩვენებინა, რომ ანუ ყინულები ეს ცალკე თემაა. ანუ ცალკე ვყიდულობთ აქსესუარს, სადაც სპეციალურად სტენლისთვის ყინულებს ვამზადებთ.
ანუ უყურეთ ახლა თქვენც ჩემსავით სოფლელი არ უნდა იყოთ. გოიმობა არ მოსულა. თუ $55 სტენლის ჭიქა გაქვს და $140 სტენლის ჩანთა, რაღაცა კვადრატულ ყინულის კუბიკებს მაგაში ვერ ჩაყრა. სპეციალურად უნდა იყიდოს სტენლის ყინულების დასამზადებელი სილიკონის ფორმა. ჩემს საყინულში ამ ხელ ადგილი არც არის მართლა. მაგრამ, ოკეი, ეხლა ეგეც უნდა გქონდეს, რა თქმა უნდა, ავტომატურად იგულისხმება და აი ესე სპეციალურად მხოლოდ სტენლის თერმოსში რო იდებოდეს ისეთი ყინულები უნდა დაამზადოს. ჩვეულებრივი ოთხკუთხედი პატარა ყინულები. იმე, ხო, ჩანთებს რაც შეეხება, Amazon-ზე რა თქმა უნდა, განსხვავებული ჩანთების ყიდვა შეიძლება. ფერების მიხედვით, რა თქმა უნდა. ეს მზისგან დამცავი უბრალოდ გადავასხით ნახევარი, იმისთვის რომ კამერაზე გვეჩვენებინა. საინტერესო. ანუ ის $140 ჩანთა, ანუ ის ხო ის რაღაცა კემპინგისთვის და ლაშქრობა და რაღაცა ესეთ სიტუაციებში, სადმე ტყეში თუ ხარ რა, ეხა სადღაცა ქალაქში თუ გადიხარ, მაშინ ეს მეორე უფრო სვეტსკი ჩანთა უნდა იყიდო. აბა ეხა შენს თერმოს რითი გაიტან ქუჩაში? ხელით? იმე, კარგით რა. აქსესუარებს რაც შეეხება. როგორც თქვი, ეხა თქვა $55 რო გადაიხადეთ თერმოსში, რატომღაც გონია რომ ბათ წაიქცეს ეს თერმოსი მანქანაში, საწოლთან, არ აქვს მნიშვნელობა სადაც, რატომღაც გონია რომ წყალი არ უნდა დაიღვაროს, ხო? არა. ეხა დიდი სიამაყით ამ ძვირიანი თერმოსის პატრონი ხალხი, სიამაყით წერენ ასეთ ვიდეოებს, ეხა უყურეთ. რომ ადრე რო წაექცეოდათ $55 თერმოსი, წყალი იღვრებოდა. მაგრამ ეხლა შეგიძლია იყიდოს სპეციალური სილიკონის სტოპერები, ანუ არ ვიცი კაცად როგორ მოკრა, რომლებსაც დაამაგრებ, რომ აი ხა კიდე ერთს ვუყუროთ, ნახეთ რა ხდება. აი. ой, ამანაც უბრალოდ ყინულები ჩაყარა შეგნით. გოგო, შენ რა გითხარი? აი ასე. ხო, მე თქვენს დიდ სტენლის თავისი აქსესუარებიც სჭირდება. პატარა სტენლი. რომელსაც დიდ სტენლიზე ჩამოგიდებთ. მე Red Bull-ით სორბეს გააკეთებთ, იმიტომ რომ სორბეს გასაკეთებელი მანქანა ხო ყველას გვიდგას სახლში. ანუ ეს შემდეგ კატეგორიაში გადავდივართ. აქსესუარები, შემდეგი კატეგორია საკვებ პროდუქტები. იქამდე ესაა ძალიან საინტერესო, რომ კიდე ერთი სილიკონის რაღაც შეგიძლია იყიდო, რომელიც ორ ნაწილად გაყოფს სტენლის თერმოს, რომ ორი სხვადასხვა სასმელი ჩაასხერდროლად შიგნით. ერთი საინტერესო დეტალი აქვს დააფიქსირეთ. მოდით ერთ ვიდეოს გაჩვენებთ კიდე და თუ დააფიქსირებთ. აქ პრობლემურს რას ხედავთ? თქვენი აზრით. ანუ ტექსტი ამბობს, ეხა ვიდეოსი მუსიკის გამო ვერ ჩაგეთავთ, მაგრამ ტექსტი ამბობს, რომ ანუ შენი საყვარელი Starbucks-ის ყავა შეგიძლია ჩადოს შენს თერმოსში და მთელი დღის განმავლობაში იქნება ცივი. პრობლემას რას ხედავთ? თერმოს რატო ყიდულობთ? ანუ მრავალჯერადი გამოყენების ჭიქას რატო ყიდულობთ და ერთჯერადი პლასმასის ჭიქები რატო აღარ გვინდა? ესე სადღაც კაფეში რომ მიდიხარ და ჩაის უკვეთავ, ყავას უკვეთავ, თან წასაღებად, გამოიყენო შენი თერმოსი, რომ ერთჯერადი პლასმასის ან კარდონის ჭიქები არ გამოვიყენოთ, ნაგავი არ ვაწარმოოთ, დედამიწა არ დავაბინძუროთ და ასე შემდეგ. ანუ თერმოს ვყიდულობთ, მრავალჯერადი გამოყენების პროდუქტს ვყიდულობთ, მაგრამ თან Starbucks-იდან და ზოგადად კაფეებიდან ახლა მაგ Starbucks-ის ვიდეო ავარჩიე, მაგრამ უამრავს ნახავთ ეგეც, McDonald's-იდან დაწყებული რაღაც უბნის კაფით დამთავრებული, თან ეს პლასმასის ერთჯერადი ჭიქებიც მოგვაქვს სახლში, რომ მე ეს Coca-Cola თუ ყავა გადავასხათ ჩვენს თერმოსში და მე ის პლასმასის ჭიქა გადავაგდოთ. ძალიან გვიჭერს ინტელექტუალურად, საზოგადოებას ზოგადად ძალიან გვიჭერს ინტელექტუალურად. ანუ იქამდე მივედით, რომ აი არ გვინდა და ეს პლასმასი და ეს ერთჯერადის რაღაცეები, აბა მაქსიმალურად არა. იმისთვის რომ TikTok-ის ვიდეო ჩაწერო. მიდიხარ Starbucks-ში თუ არ ვიცი, უბნის კაფეში, სპეციალურად ყიდულობ to go ყავას, რომელსაც გისხავენ რა თქმა უნდა პლასმასის ან კარდონის ჭიქაში, მოგაქვს სახლში, რომ მე შენს თერმოსში გადაასხა. სერიოზული პრობლემები გვაქვს. აქსესუარები გავაგრძელოთ, მოდით სანამ fast food-ის ნაწილზე გადავალთ. ესა ჩემი ფავორიტი.
აი ხედავთ ამას აქვს სპეციალური ყინულები. ყველაფერი ერთჯერადი. ყველაფერი ერთჯერადი გამოყენებს. ყველაფერი, რასაც მაშინ ვეყრით და აგდებ. ყველაფერი. კი. ეს იყო თერმოსი ვენტილატორით. ამით რომ მოძრავ ქუჩაში. აი ხო, ეხლა გადავიდეთ შემდეგ მნიშვნელოვან ნაწილს. ანუ აქსესუარები ხო გაქვს. გავიგეთ, ეხლა ეგ უკვე ყველას აქვს. ანუ სპეციალური სტენლის ყინულის კუბიკები იქნება თუ ესე, ანუ ეხლა მაგით ვერავის ვეღარ გააკვირვებ. რაღაცა სხვა უნდა მოიფიქრო ეხლა, რომ ნახვები დააგროვო, იმიტომ რომ ეს რაღაცები უკვე ყველამ ნახა და არავის აღარ აინტერესებს. შემდეგი თემა არის სპეციალური თავი, რომელიც უმაგრდება თავს ზემოდან გარშემო, Temblers რო ეს Bloom-ის რეკლამა, რომელიც MLM-ია. სულ შორის multi-level marketing, პირამიდული შემაარიანო. როიცოდეთ. აი ეს, რომელსაც სპეციალურად ამაგრებ, რომ წეღარ ხომ ნახეთ, რომ ვიღაცა ბურგერები და McDonald's-ის fast food-ი დააყარაზეთ. ნუ რაღაცა ტკბილეულითაც შეგიძლია რომ შეავსო. კი. აი რატო? აი ვინ მოძრაობს ესე ქუჩაში? ანუ ნებისმიერი როგორც დესერტი, ისე fast food-ი და ასე შემდეგ. ერთ-ერთი ესეთი თემა არის ნაყინით და ტკბილეულით და მე როგორც ჩანს პრობლემა გახდა რომ ნაყინს ვეღარ იღებდნენ და ყველაზე ესეთი სპეციალური ვიდეო ჩაწერეს. ტუტორიალი როგორ უნდა ამოიღო ნაყინი Temblers-დან. ვაუ. ანუ მოდი კიდევ ერთხელ ეს ორჯერ უნდა გქონდეთ ნანახი. არ მეთანხმებით? მე ვფიქრობ რომ ეს ორჯერ უნდა გქონდეთ ნანახი. მე რომ ნახე ორჯერ თქვენც ნანახოთ, მოიცა. ანუ როგორ ამოგაქვთ ნაყინი? თუ მაკრატელით არ გამოგი, ანუ პირველი ინტელექტუალური ადამიანი პირველი ფიქრობს რომ მაკრატელი, მაგრამ თუ მაკრატელით არ გამოგივიდათ, შემდეგ მოხსნით ამ სილიკონს და მე ხელით თითებით ამოიღებთ. აი. ოკეი, ხო გგონიათ რომ ყველაფერი ნახეთ. დაიცათ. ანუ შემდეგი თემა არის რომ ნუ სულ ამოყიდულია. სულ ამოყიდულია. რომ შეძლო რომ სტენლის შეგხვდეს, აგერ შეგიძლია რომ ღამე გაატარო ტარგეტის წინ ამერიკაში. მაღაზიის შესასვლელთან რიგი აქვს დაკავებული ღამის 4 საათზე. დილის 4 საათზე ელოდები ნახეთ რამდენი ხალხი ზის, სკამებით არიან მისულები. რომ რიგი დაიკავონ, რომ წარმოიდგინეთ რომ ტარგეტის თანამშრომელი ხართ. 4 საათზე რომ სამსახურში უნდა მიხვიდე, ხო საკმარისია, ხო გეყოფა ადამიანს, რომ ამხელა სტრესია და ამ დროს კარებთან რომ ვიღაცა კამერით დგას და გიყურებს, ჭიქებს როგორ ალაგებ. ხო დაპანიკდი. როგორ ვაი, მე ამხელა რიგია შეხედეთ. ელოდებიან კარი როდის გაიღება. 5 წუთშია. ხა შეცვივდებიან. თერმოსისთვის. ორი სამი პირდაპირ რა თქმა უნდა, ნახეთ რა ამბავში არიან. თავზე გადაუარის ერთმანეთს ქალებმა. და ეხლა მე რა თქმა უნდა საქმის გარჩევები მიმდინარეობს, ვინ რამდენი ცალი აიღო. და ნახე როგორი ლამაზია. ვარდისფერი ყველაფერი ლამაზია. შემდეგი ანუ სტრესული მომენტები არის, როცა რაღაცა სპეციალური დღეებისთვის, რაღაცა სპეციალური დიზაინი გამოაქვთ. მაგალითად, ვალენტინობაზე გამოაქვთ სპეციალურად წვილებისთვის და ნუ ვარდისფერი რა თქმა უნდა და ნახეთ ერთი რა ხდება მაღაზიებში. ეს კალი აჩვენებს აქეთ გამოიქეცით, აქეთ გამოიქეცით და თან მეორე ხელში კამერა უჭირავს რომ გადაიღოს ეს. იქედან ხალხი მორბის კიდე, აბა ვინ მიასწრებს. ვაიმე წააქციეს. თავზე გადაუარეს. კაცებიც გარბიან? ბოდიში არ მინდოდა ახლა რაღაცა სექსუალური დისკრიმინაცია, მაგრამ კაცმა რო გკითხოთ, უფრო ჭკვიანები ხართ. ვაუ.
ეს დაინახეთ ორი სხვადასხვა მხრიდან როგორ მორბოდნენ. შემიძლია თან ტარგეტს ძალიან კარგად ქონდა გაკეთებული ზუსტად შუაში იდგა ეს მაგიდა თერმოსებს დროს ორივე მხრიდან დიდგორის ბრძოლა გაიმართა. აქ კიდე გვაჩვენებენ რომ მაგალითად ტარგეტის თანამშრომელმა დამალა ჭიქა თავისთვის უნდა და ვიღაცა მიპოვა და დააბრუნა ისევ უკან თაროზე. ანუ ეს წესით ესია ესეთ ადგილებში სუპერმარკეტებში სავაჭრო ცენტრებში და ასე თანამშრომლები ანუ ესე არ შეიძლება რომ შენთვის გადადო წესით ახლა ვიცით რომ ყველგან რაღაცები ხდება ხოლმე მაგრამ წესით ესეთი ლიმიტირებული რაღაცები არ შეგიძლია რომ აიღო და შენთვის გადადო სანამ კლიენტს ნაყიდი არ აქვს შენს სულას რომ დაამთავრებ სამუშაო საათებს რომ დაამთავრებ მერე შეგიძლია როგორც თანამშრომელი კი არა და კლიენტი რიგში ჩადგე და თუ რაღაცა დარჩენილი აიღო და გადაიხადო და იყიდო კი ბატონო მაგრამ როცა ფორმა გაცვიო და მუშაობდა შენი სამუშაო საათები არ შეგიძლია რომ წინასწარ თქვათ მაღაზიის გახსნამდე რაღაცა აიღო დამალო და მუშაობას რომ დაამთავრებ მერე გადაიხადო მაგრამ ნუ რა თქმა უნდა როგორც ხედავთ როცა სტენლის ეხება საქმე დავმალეთ მაინც რაღაცები მაგრამ ვიღაცამ დაინახა და არ შეიარგო ეს არის ჩემი ერთ-ერთი ეს უნდა მოგაცმენინოთ ახლა ინგლისურად არის მაგრამ მე ვისაუბროთ კიდევ ჯერ მოვუსმინოთ ეს არის პოდკასტი ჩემი ერთ-ერთი საყვარელი პოდკასტი ორი უსაყვარლესი ქალბატონის რომლებიც ნუ არ ვიცი ცენზურის გარეშე ნებისმიერ თემაზე ლაპარაკობენ I have had it ესე ქვია პოდკასტი ანუ ქართულად როგორ ვიტყვით მაგას აი აქ ახართო ახლა ეს ქვია პოდკასტი მოდით ამას მოვუსმინოთ იმიტომ რომ ძალიან საინტერესო ისტორიას მოყვებიან ახლა პოდკასტში A woman on Facebook Marketplace is selling $10 selfies with the pink Starbucks Stanley Cup for people who didn't get one. It is a fucking cup. It is a fucking cup. It is a goddamn cup. It's an oversized cup. It is a fucking cup. And everybody is acting like somebody just cured cancer with this thing. It is unbelievable. My hatred for these cups does nothing but grow and fester. I have had it with these cups. They're renting the cups for selfies. Are you kidding me? That does seem astonishing. Did anybody do this? The entrepreneur posted that all of the slots were booked up and had to make a wait list. It's unbelievable. თემა არის ესეთი რომ Facebook-ზე, Facebook-ის ჯგუფში მარკეტი ხო აქვს, ანუ რაღაცებს ყიდულობდა ყიდა რაღაცებს Facebook-ს. ერთ-ერთი ქალბატონი სტენლის ჭიქით თერმოსით selfs ყიდის $10. ანუ თუ არ შექმდა სტენლი, ინტერნეტში რო არ დაიჩაგრო, რო აჩვენოს ხობს რომ გააქვს, შეუთანხმდები დროზე და ადგილზე, სად შეხვდები ამ ქალბატონს, და სამსახურიდან რო ეთავისუფლები. ძალიან სერიოზულ საქმეზე უნდა გავიქცე. რა ხდება? ხო ყველა ჯანმრთელად არის ოჯახი. კი, რაღაცა პირადია და ნახევარი საათით გავალ და მოვალ ისე. კი, რა თქმა უნდა. მიდიხარ სპეციალურად წინასწარ უცხო ადამიანთან, რომელიც Facebook-ზე იპოვე, ამ ადამიანს უთანხმდები სადღაც ადგილზე, სადაც ხვდებით ერთმანეთს, ან მასთან სახლში. რა თქმა უნდა, არ გეშინია რომ ვიღაცა უცხო ადამიანთან სახლში მიდიხარ. ტვინის უჯრედები ხო გათიშული გაქვს მაგ დროს ისედაც შესაბამისად შიშსაც ვერ გრძნობ. მიდიხარ ამ ადამიანთან მაგალითად არც სახლში, ამ ქალს სხვადასხვა ფერის და ზომის სტენლის ჭიქები ულაგია სახლში, რომელსაც ჯერ არ იხები, ჯერ არა. ჯერ უნდა გადაიხადო $10 და შემდეგ დადგები არ ვიცი კედელთან ალბათ ან რა ვიცი რაღაცა ლამაზი ფონი აქვს ალბათ გაკეთებული რომ ყოველს ერთი რეგიო ფოტო ხო არ ექნება მერე. დაიჭერ ამ სტენლის ჭიქას ხელში და selfies გადაიღებ. ან თუ ვთხოვ, ახლა არ ვიცი $1-2 თუ დაუმატებ, შეიძლება იმ ქალბატონმა თვითონაც გადაგიღოს სურათი. თვითონ რომ გადაგიღოს ეგ არ წერია. მაგრამ თუ ჭკვიანი ხარ და შეგიძლია მოლაპარაკებების ნიჭი თუ გაქვს, დაუმატებ $1-2 და შენ რო არ იწვალო ის გადაგიღებს. და მე ტვირთავ ამ ფოტოს სოციალურ ქსელებში, პროფილის სურათად აყენებ TikTok-ზე, რომ ყველამ დაინახოს, რომ შენ გაქვს სტენლი. მართალია, ადამიანები, რომლებიც სოციალურ ქსელებში გიცნობენ და თან ცხოვრებაშიც გიცნობენ, მეზობლები, ნათესავები, ოჯახის წევრები და სტენლის ჭიქით გნახავენ, სავარაუდოდ მოგწერენ და კითხავენ, რომ სტენლი იყიდე? არა, გოგო. არა, აი, ვიღაცა უცხო ქალთან მივედი სახლში. $10 დამჯდა სულგან რა. ხო და ფოტოები გადამიღო. გინდა მიგასწავლო. ეს არის ისტორია. ეს ერთ-ერთი ეკითხება, რომ სერიოზულად ვინ მამაში ფული გადაიხადაო? და ეს მეორე პასუხობს, რომ როგორც ეს ქალბატონი ამბობს, იმხელა მოთხოვნაა, რომ რიგი აქვს. სია არის, უნდა ჩაეწერო ამ მომლოდინეთა სიაში.
ვართელისტეში. უნდა შეიყვანო შენი სახელი და გვარიო. როდის ანუ 4 შაბათს 17 საათზე. ანუ 4 შაბათს დილის 10 საათზე მივდივართ ოფისში, მუშაობთ. ფინანსურ განყოფილებაში გვაქვს შეხვედრა. მე პირველ საათზე გვაქვს შესვენება და 3:30-ზე უნდა გავეთავისუფლო, იმიტომ რომ 4 საათზე ვიღაცა უცხო ქალის სახლში მივდივარ სტენლისთან ერთად ფოტოები უნდა გადავიღო. Wiesendsoweit. და ნუ რა თქმა უნდა კომედიის მხარემ და კომედიის ნაწილმა უნდა აიტაცოს ახლა რაღაცები რომ ისა ჩემ ფავორიტი ნაწილი. ერთ-ერთი ჩემ ფავორიტი ვიდეო. ესა ჩემ ფავორიტი ნაწილი ამ ისტორიაში. ოკეი, მეგობრებო, ეს იყო ჩვენი სტენლის კულტი. ვარ ვიყიდე ერთი სტენლი. Lidl-ს და Aldi-ს ქონდა სხვათა შორის 15 თუ 10 ევროთ. ანუ ზუსტად მსგავსი ფორმის თერმოსის ჭიქები, ანუ თამბლერები, ოღონდ ნუ სტენლი არ წერაზე რაღაცა სხვა ბრენდი ეწერა და რა ვიცი, ხო დადის ხალხი ყალბი შანელით და დიორით და ყალბი სტენლით რო ვიარო არა? თქვენ რას ფიქრობთ სტენლიზე? ანუ მესმის რომ ძალიან პრაქტიკულია, დიდი ზომის და ასე. შეიძლება ერთიც არის ან ორიც არის გქონდეს, ოკეი. არ ვიცი, რამდენად დავამაგრებ ახლა პლასტმასის თუ სილიკონის თუ რაც არის თაროებს რამდენად დავაწყობ კედელზე რომ სტენლის ჭიქები შევინახო და ბრენდულ მუსიკაზე ვიდეოებს ჩავწერ რომ გაჩვენოთ რამდენი სტენლი მაქვს, მაგრამ ნუ არა, შარჩემ ნერგოიმებისთვის არ არის ეგ ტრენდი. კარგით, მეგობრებო, დღევანდელი ვიდეოსთვის სულ ეს იყო. თუ გაქვთ რაღაცა მსგავსი თემები, კონსუმერიზმის, გადაჭარბებული კონსუმერიზმის და მოხმარების მაგალითები, რომლებზეც გინდათ რომ ვისაუბროთ და თვლით რომ ამ ვიდეოების სერიას მოერგება, სიამოვნებით შემეხმარებთ კომენტარებში. თუ სხვა ვიდეოები გაინტერესებთ, პლეილისტ აკეთებთ ვიდეოს ბოლოს, ეს ვიდეოს YouTube-ის ალგორითმით შეარჩევს თქვენს ნახვებზე დაყრდნობით და თუ დრო გაქვთ სიამოვნებით გააგრძელეთ ყურება. არ დაგაწეთ არხის გამოწერა, ვიდეოს გალაიქება, ამით ძალიან ეხმარებით ჩემს არხს და ყველას ძალიან დიდი მადლობა ამისთვის. ესთვის კიდევ სულ ეს იყო, დიდი მადლობა რომ ჩემთან ერთად იყავით და გნახავთ ჩემს შემდეგ ვიდეოში. Ciao.